დიდი მადლობა რომ აქ ხარ. ახალი თეატრის მანიფესტს, რომელიც უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დადის და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პროტესტს გამოხატავს ოზურგეთელი მსახიობები, სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ. ადგილობრივმა თეატრალებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოზურგეთის სცენიდან მოითხოვეს ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობლის და სხვა დანარჩენი სინდისის პატიმრის განთავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება. ისაუბრეს სისტემის მანკიერებაზე და თეატრის და მსახიობების როლზე ყოფიერების სწორად აღქმაში. თებით მანიფესტი აქ არის და ველოდებით სულ მერე დაიწყება ახალი თეატრის მანიფესტი და ჩვენს მანიფესტს დავაფიქსირებთ, ვიტყვით რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის ამ ეტაპზე, რომ გაათავისუფლონ უკანონოდ დაჭერილი რეჟიმის პატიმრები. და აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ჩვენ დავანახოთ ამ ხალხს ერთიანობა, სოლიდარობა. ეს არის დღეს ყველაზე მთავარი. რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს მოусმინოთ, გავუგოთ, ვიყოთ ერთად უსამართლობის წინააღმდეგ და ძალადობის წინააღმდეგ. და ეს ალბათ გადაედება კიდევ სხვებს ხელოვნების სფერომც, სხვა სფეროებმაც გააკეთა. მე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ხელოვანი ვარ და ჩვენ ერთმანეთს დაუდექით გვერდში და ეს სამაგალითო არის ჩემი აზრით და ახლა ისეთი მომენტია, რომ ეს არ უნდა გაუშვათ ხელიდან, რომ ჩვენ ადამიანებმა კიდევ უფრო მეტად გავიგოთ ერთმანეთს და მოვისმინოთ. ყველა ჩემს საჯარო აქტივობას ვიწყებ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. დღეს ეს მანიფესტიც მაგის გამო იმართება. ხო, ხალხმა დატოვა მათი საქმე, დატოვა თეატრი და გამოვიდნენ ქუჩაში. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ისე აღარაა ყველაფერი, როგორც იყო მანამდე და ისე არ იქნება არც ყველაფერი, როგორც იყო მანამდე. ჩვენ ყველა გვაქვს ჩვენი ვალდებულება. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას, ჯანსაღ საზოგადოებას, ევროპულ საზოგადოებას გამოუცხადა ომი და ჩვენ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სანამ ტოტალიტარიზმისკენ უკვე დაძრულ ბიძინა ივანიშვილს არ მიუჩენთ საკუთარ ადგილს და არ გაიქცევა ამ ქვეყნიდან და ერთხელ და სამუდამოდ არ დაეთხოვა ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა ისევ არ გააგრძელებს სვლას ევროპისკენ და დასავლეთისკენ, სადაც იყო ჩვენი ისტორიული ადგილი. გამორიცხული აი ამ ისტორიულ ადგილს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ველოწყვეტავს. ყველაფერი იქნება კარგად, მაგრად გაუმარჯოს კიდევ ერთხელ ყველა პოლიტპატიმარს, ისინი მალე იქნებიან ჩვენს გვერდზე თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავარი მოთხოვნა ჩემთვის ყველაზე მტკივნეული რაც არის ამ პროცესებიდან, ეს არის პატიმრები, რომლებიც არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც მე მინდა ვთქვა, რომ გმირები არიან ისინი. და ჩვენ გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ, თუნდაც ხვალ და მაპატიმრონ და 15 დღიანი პატიმრობა მისაჯონ, იმათთან შედარებით არაფერი არა. ამიტომ ასევე სოლიდარობა მზია ამაღლობელს, რომელიც ჩემი ძალიან დიდი ტკივილია და რა თქმა უნდა არჩევნები. ამ ყველაფერს მოევლება, როდესაც დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ძალიან დიდი დღეა დღეს, იმიტომ რომ თეატრი მოდის ხალხთან. ამაზე გრანდიოზული რა უნდა მოხდეს დღეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არ დარჩენილა ქვეყანაში სფერო, რომელიც არ აპროტესტებს რუსული დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში. ხოლო იმ ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ან შიშის გამო, ან რიდის გამო, ან რაღაცის გამო თავს იკავებენ და სახლში სხედან, მე მინდა უთხრა, რომ ჩვენ მერე ვეღარ დაგიცავთ. ჩვენ რომ ესე ვთქვათ, ყველას გაგვაქრობენ, მერე მოგადგებიან თქვენ. ამიტომ ვიყოთ ერთად და ერთობით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი წინსვლისთვის ვიზრუნოთ. შვილებს ნუ გაწირავთ მონოპოლისთვის.